მოგესალმებით, ძირფესი მეგობრებო და ვნახოთ სიახლეები, ხო, აბა, კარგი სიახლეები რა შემოდის ახლა. განვეწყოთ პოზიტიურად, შევეცდები რომ მაქსიმალურად პოზიტიურად წავიკითხო. შეიძლება არც დამჭირდეს, ხო? კი ბატონო, შევიტან კორექტირებას, შეგახსენებთ რომ თუ ეს არ ეხება ახლა სიკვდილიანობას რაღაც ესეთ რაღაცებს ძალიან მძიმეს, ხო? ჩვეულებრივად თუ ძალა და მაგი არის, უბრალოდ ტაროლოგს არ გულისხმობ, კორექტირების შეტანა ესეთნაირად შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კი ბატონო, თუნდაც ის რომ სიტყვიერად შეცვალა და თქვა და გამოგზავნა ეს ენერგია თქვენთან, ეს შეცვლის რაღაცეებს. ბევრ ამას, ხო, რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ, კიდევ დავკონკრეტდებით. ეხლა კარმული მძიმე დრამე დანაშაული თუ აქვს ადამიანს და ეხლა მოგიასოთ სიკვდილმისჯილი არის. ყველანაირი გაგებით, მაგას ეხლა რა გითხრათ. მაგრამ პატარ-პატარა რაღაცები შეცვლა შეიძლება. კარგით, ვნახოთ რა სიახლე შემოდის, ვისთვის არის ჯერ რა პოზიციაზე ხართ, ეს ვნახოთ რა პოზიციაზე ხართ. გინდათ დაამტკიცოთ თქვენი ძალა, ენერგია, სურვილების თუ წარმატებების მიღწევა, აი ზუსტად ეს არის, რომ გინდათ რაღაც აჩვენოთ თქვენ ეს ოღონდ თქვენს ირგვლივ მყოფს, შეიძლება ოჯახის წევრები იყოს, შეიძლება სამეგობრო იყოს, შეიძლება აი ხალხი, ვის ირგვლივაც თქვენ ტრიალებთ, ხომ? პირდაპირ გინდათ რომ როგორ არის, იცით? ეს თქვენი გამარჯვება თან და წარმატება შემოგძახონ რაღაცნაირად და გითხრან აი ოჩახ, აი მალადეც, აი რაღაცა ესეთი მუღამზე ხართ თითქოს და აშკარად გაქვთ თქვენ ამის შინაგანი რაღაც მზაობა ამ წუთში, რომ მე ამას შევძლებ და ამას ვიზამ და მე გამოვალ ყველანაირი დაბრკოლებიდან, ხო? პირდაპირ წარმატებისკენ არის აქ გზა, მე მივდივარ ამ წარმატებისკენ, მე მივაღწევ ამას. ესეთ პოზიციაზე ხართ, ვისთვისაც რეზონინდა, მისთვის არის ეს გაშლა და თუ კი თქვენი გაშლა არ არის და მაინც შეგიძლიათ მოისმინოთ, გააკეთოთ მიმღებლობა, აი და რა ვიცით რა ხდება, ხო? კარგით, ვნახოთ მაშინ ეს წარმატებები ნამდვილად რეალურია, ნამდვილად იქნება და როგორ იქნება. კარგი, მაშინ რატომ ხართ ეს? ოკეი. მერე. კი ბატონო, ეხლავეთ. იცით რა არის, თქვენ გაქვთ კი ბატონო, სინამდვილეში გაქვთ ეს შესაძლებლობა და თითქოს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რა არის ეს რას ვერ ლახავთ? ჯერ ერთი ვიღაცის სიტყვამ თქვენ აქ დაგაბრკოლად და შეგბოჭათ, ხო? არ არის გამორიცხული. ეს ახლობელი კი არა, შეიძლება საერთოდ გარე ხალხი იყოს, ვის ჯარ გიცნობთ და არანაირი შეხება თქვენთან არ აქვთ, მაგრამ აი როგორც ხდება, დავუშვათ სოციალურ ქსელებში არის უმეტესად ესეთი რაღაც, ხო? ისე შეგამკობენ ზოგიერთი, არ აინტერესებს ვინ ხარ, რა ხარ, რობოტი ხარ, ადამიანი ხარ, რა ცხოვრები ცხოვრობ. მან შეიძლება არასწორად წაიკითხა, საერთოდ ვერ გაიგო, მაგრამ აკომენტარებს, ხო? და ამან რაღაც გავლენა თითქოს თქვენზე მოახდინა. კარგი, კიდევ არის აქ რაც თქვენ გბოჭავთ.
პირადი ერთ რაღაცას გეტყვით. ხანდახან არის კი ბატონო, რომ პირადი და თქვენი წარმატება ერთმანეთთან არის კავშირში, გადახლართულია, ხო? ადრეც მისაუბრე ამ თემაზე. მაგრამ ვიღაცას კიდევ სჭირდება ეს რომ შევახსენოთ, ან არ იცის და უბრალოდ მოისმინოს. ხდება ესეთნაირად, რომ ბევრთან დაუშვათ შეიძლება წარმატებული იყოს ზოგადად თავის პროფესიაში, კარიერა, ყველაფერი რაც არის, ფინანსურადაც, მაგრამ პირადი არ ქონდეს მოწესრიგებული და ეს არ არის ერთმანეთთან კავშირში. ცალკე ფენომენია, მოდი ასე რომ ვთქვათ, ხო? ან ზოგთან არის ასე, რომ თუ კარიერას მოაწესრიგებ, პირადს ვერ მოაწესრიგებ. ან პირიქით, თუ პირადი მოგიწესრიგებ, კარიერა არ წესრიგებ. აი ესეთი რაღაცები ზოგადად ხდება. ან არის გადაბმული ერთმანეთთან, აი ჯაჭვი არის ესე. კარიერაში წარმატება, პირადშიც წარმატება არის. ან პირიქით, პირადი ის რაღაც გამოჩნდა ვიღაცა, ხო? აი კარიერაშიც წინ მიდის ადამიანი. მაგრამ აქ რაღაც როგორი რაღაც არის, იცი მე კარიერაზე არ მაქვს აქცენტი, მაგრამ აშკარად თქვენ გზღუდავთ ეს იგი, რა ქვია, პირადი. რატომღაც არ არის გამორიცხული, შეიძლება ვინმე იმედი გაგიცრუათ, ხო? არ იყო დაუფასებლობა ან რაღაც ესე გულის ტკივილი, რამაც შემდეგ უკვე თითქოს შეგბოჭათ და აი ეს წარმატება თქვენ რაც გინდათ ეთყობა ზუსტად ეხლა ხართ მაგ მუღამში, რომ მე მაინც დავამტკიცებ, ნახეთ, მინდა კარგაო ეს თემა გჭირთ. ამის შესაძლებლობა თქვენ გააქვთ, მაგრამ მე მაინტერესებს ეს რამდენად ძლიერი არის ეს ბარიერი თქვენთვის, რამდენად არ არის ეს ძლიერი. არა. აქ უბრალოდ თქვენ აი ზუსტად ეს უნდა გაიაზროთ, რომ ნახეთ, მოდი წარსული უკვე წარსულში დატოვოთ, ხო? ნუ სიტყვებით ეს ყველაფერი ძალიან ადვილი სათქმელია, მესავსებით მესმის, მაგრამ იცით რა, თუ არ იფიქრებთ ამაზე, თუ ვიღაცა არ გეტყვით, თუ როგორ არის, იცით, თქვენ კი იცით, მაგრამ მაინც კიდევ თუ არ გაიაზრებთ, მოდი თუნდაც აი ამ ვიდეოს შემდეგ ისევ დაფიქრდეთ, ხო? სათქმელად კარგია, ვიცი, მეც ვიცი, მაგრამ მოსაგვარებლად ძალიან რთული არის ეს მდგომარეობა, ხო? უბრალოდ აქ უნდა ერთი რაღაც იფიქროთ, რომ ეს ბარიერი გექნებათ, იმიტომ რომ თქვენ რაღაცნაირად აი თითქოს აი ამ წარსულზე ხართ ისევ ჩაციკლული. ხო და ნუ ეს იყო გაკვეთილი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რაც არ უნდა რთული იყოს, თანაც როგორ არის, იცით? შეიძლება თქვენი ხმა არ ესმის, აქ მექვსე ჩაკრა ვიღაცასთან ჩახურული. ხო. ნახეთ, თქვენი ხმა თითქოს არ ესმის, აქ იმას რა ქვია, შეიძლება ვინც გაწყენინათ, მას ვერ გებულობს თქვენსას, აი საზოგადოებას, შეიძლება ძალიან ბევრ შრომობთ. ნახეთ, ამ ერთი არკანით, მოკლედ, ამდენი არკანები მიდევს და ერთ არკანზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ ეს არის თქვენთან ბარიერი. ირგვლივ არა და თითქოს თქვენ ამის შანსი გაქვთ, მაგრამ ამ წუთში თქვენ რაღაცა აი ამ ერთ წერტილზე ხართ ესა ორიენტირებული. აი არ არის გამორიცხული, აქ იბრძვით რაღაცას შრომობთ, იბრძვით და წინ ვერ მიდიხართ. არა და არ არის, არა და აშკარად პირიქით, ხო? რაღაცა აქეთ დაზარალებული გამოდიხართ და იცით რა არის? ესეც ერთგვარი გაკვეთილია, უნდა იფიქროთ ასე და აქ უნდა გადახვიდეთ, შეცვალოთ მიდგომა, ნახეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? ის რომ ამ პოზიციაზე იყოთ? მე წარმატებაზე მინდა აქ გაშლა და ნახეთ, წარმატება კარებზია, გიკაკუნებთ თითქოს ესე გიკაკუნებთ, მაგრამ არა თქვენ მაინც ერთ ადგილას ხართ, ხო? აი აქ ეს უნდა გააკეთოთ ზუსტად, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? შეგიძლიათ შეიტანოთ საკუთარ თავში ცვლილებები, რაღაც აი განახლებაზე გადახვიდეთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რა
რა შეგრძნებათ ეს პროფესია არის, კარიერა არის, კი ბატონო, გავმიჯნავ, იმიტომ რომ ზოგიერთისთვის არის სხვადასხვა მაინც ესეც პირადი არის, საკუთარი თავი არის თუნდაც. თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს ახლა ადამიანს, ხო? თუ ჯანმრთელობის პრობლემა, იქ უკვე სხვანაირად უნდა ჩაერიოთ, მარტო თქვენით ვერ შეძლებთ. ახლა ჯანმრთელობის პრობლემით რომ დაუშვათ იმატებს წონაში ადამიანი სხვა არის და ახლა სიზარმაცით და უბრალოდ მუცელ ღურა რომ არის ადამიანი ღური და ამიტომ იმატებს წონაში ეს კიდევ სხვადასხვა რაღაცა. არა კაცო, მოხვდეთ, ვისაც მოხვდებათ გულზე, ზუსტად მაგას ემსახურება ეს გვერდი, გულზე მოხვდეთ და მოხვიდეთ ფორმაში. ხო? გეწყინოთ შეიძლება, მაგრამ არა. თუ დააკვირდებით, ყოველთვის ასე არის და სხვადასხვა ვისაც გულზე მოხვდათ და გეწყინათ და გეტკინათ, მერე უკვე იწყება თქვენთან ცვლილებები. და ზუსტად ამას ვაკეთებ მე. ამისთვის ვარ აქ. როდესაც სხვანაირად ვერ გამოასწორებს ადამიანი თავს, კი, მაშინ აუბწყინო ისე რომ შეხტეს. აი აქ კი ბატონო არის რაღაც უსამართლობის შეგრძნებაც, იმიტომ რომ აი მე ამდენ შრომობ, მე ამდენ რაღაცას ვაკეთებ, ეს ყველაფერი, მაგრამ აი ვერ ვიმაშვები, ხო? არ არის კიდევ ასე გამორიცხული, რომ გაიზარდა შეიძლება რაღაც პრობლემები, შეიძლება შეიცვალა, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც ცვლილებები, ანუ გამკაცრდა წესები შეიძლება, ხო? ასევე შეიძლება მართლა კონკურენტები აღმოჩნდათ ბევრი, ახლა ვთქვათ, არ არის კონკურენტები, როგორ არ არის? კაცო, კონკურენტები თუ არ არის, თაღლითები ხომ არის? თუნდაც ამ ჩემს სფეროში ვთქვათ, ერთი ისეთ რა ამბავს ვაშალაშინებ, ახლა რომ ვასალაჟინებ, რომ ნუ რა ვიცი, იმედია არ დამჭირდება. მაგრამ ახლა ჩავაგდე ნაპერწკალი, ხო, ცოტა. ერთ თაღლით ამ სპეციალობაში და პროფესიაში ალბათ გამოვჭიმავ მალე, სავარაუდოდ. ნახოთ. ველოდები ჯერ კიდევ მის კეთილნებას. ნახეთ, ესეთი ხალხი არის, ზუსტად ესეთი გარემოება, მერე კონკურენტი არის, თაღლითები არის. და მერე აი ამ მართლა კეთილსინდისიერად ვინც მუშაობს, მათ აყენებს ჭრილქვეშ. იცით რა, საქმე შეიძლება არ გამოგივიდეს ადამიანს, მოდი ვიტყვიბარებ. რაღაცა აიღე დაუშვათ შეკვეთა და არ გამოგივიდა, ხო, ეს ასე ყოლო შელუცვა აიღე, რა ვიცი მე, რაღაცა მიჯაჭულობა, არ გამოგივიდეს, სხვა არის, მაგრამ ამას რო გამოდებ და იტყვი რომ გაყიდვაში მაქვს და გადაგიხდის ადამიანი ფულს და სინამდვილეში არა გაქვს შენ ეს ნივთი და მე ელოდები ამ ადამიანს ან შეეშინდეს შენი, ან რა ქვია, თავი დაგანებოს, ან მოწყინდეს, ან რაღაცა და გაგყავს დრო და თაღლითები, ამას სხვა სიტყვა უკვე აღარ, ეს არის უკვე თაღლითობა. თორე საქმე შეიძლება მართლა არ გამოუვიდეს ადამიანს. არ არის ეს ადვილი კაცო, ეს კი არა, მკურნალობა არ გამოსდის იმ ხალხს. ნუ თუმცა ეს არ უნდა იყოს სისტემატიურ და ყველასთან. ახლა 100 კაცთან რო გამოგივადა, ერთთან არ გამოგივა, ეს უკვე არ ნიშნავს, რომ არ გამოსდის ამ ადამიანს, ხო? ექიმებს აქვს ჩავარდნა და ოპერაციებს ვერ გაიმაშვება ხალხი და რაღაცა და აქაც შეიძლება ეს სავსებით ნორმალურია. თუმცა ვიმეორებ ახლა სისტემატიურ, აი ესეთი სახე არ უნდა გქონდეს. მაგრამ ამას რო აცხადებ, მაქვს და მერე უკვე პასუხსაც არ სცემ ადამიანს და ანბლოკავ და საერთოდ არ გადარდებს ეს ადამიანი ნერვიულობს, არ ნერვიულობს, რა ვიცი, რაღაცა ელემენტარულ პასუხს, ეს არის უკვე თაღლითობა. და მალე დავასახელებ სახელი და გვარით თუ ეს 2-3 დღეში არ მიპასუხებს. ვინ არის? გამოვფენ. კი, გამოვფენ. აი აქ ნახოთ, წარმატება მინდოდა. აი აქ ზუსტად ეს უნდა ემას ქნათ, გადალახოთ რა.
თქვენ ამის საშუალება გაქვთ, ამის შესაძლებლობა გაქვთ, უბრალოდ მიეცით თქვენს თავს რისი უფლება იცით? აი ეს რომ გაკვეთილი იყო კაცო, შეცდომა ყველას მოსდის, რაღაცა ჩავარდნა ყველას მოსდის, ეს არის ცხოვრებისეული ხალხო, ეხლა ესენი რა ქვია, ღმერთები არავინ არ არის, მოდი ასე ვთქვათ, ხო? და არც თქვენ არ ახართ, რომ აი ყველაფერს მოკიდოთ ხელ და ყველაფერი გამოვიდეს იდეალურად. არა, ესეთი რაღაცები ახლა ასე არ არის. მოდი ასე ვთქვათ. ძალიან ზღაპრული არის, ხო? მართლა ძალიან ზღაპრულია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მაინც. კარგით. აი აქ ზუსტად ეს მომენტი გაქვთ თქვენ. ზუსტად ეს მომენტი. თუმცა გადადიხართ აქ თქვენ საკუთარი თავის სიყვარულზე რაღაცნაირად. მაგრამ მე გეტყოდით, რომ ენერგეტიკულად გჭირდებათ თქვენ მკურნალობა. ენერგია. მოდი ესეთი რაღაცასაც გეტყვით. ახლა თქვენთვის თუ ეს პირადი არის დაუშვათ აუცილებელი და ვიღაცა სთან ურთიერთობაში ხარ და ის ფლირტი, მოდი, მე სხვა მეტზე არ მაქვს აქცენტი. ფლირტი არის, ის კომუნიკაცია არის. ეს თქვენთვის მაკურნებელი ენერგია და ძალა არის, მაშინ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. თუ თქვენთვის ახლა ის სექსუალური ცხოვრება მართლა ძალა და ენერგია მიხვდებით, ხო? ამით არ ბინძურდებით, ზოგადად ბინძურდება ადამიანი ხშირი პარტნიორების ცვლილებით, მაგრამ არის გამონაკლისის შემთხვევებიც, ხო? მაშინ თქვენ ესე უნდა იცხოვროთ და გააკეთოთ, რა ვიცი, აბა, იმიტომ რომ თუ გტებით და აღარ ჩებით, უგან და ფეხზე ვეღარ დგებით, რა უნდა ვქნათ, აბა? მაშინ არ ვიცი მე რა უნდა ვქნათ. უკაცრავად, არა, კი ვიცი, მაგრამ ეხლა ის რომ დავიწყო მე აქ მთელი ცხოვრების, მთელი უნარჩვევების გადახარისხება მოგიწევთ სხვა რელსებზე, სხვა ადამიანი უნდა დაიბადოს მაშინ და უნდა დაიწყოთ და არ არის ადვილი, ხო? ამიტომ ესეთ რაღაცას გეტყოდით. რაც შეეხება აქ საზღვრების გადალახვა ნამდვილად წარმატება, მე პირდაპირ გეტყოდით, უბრალოდ აი ეს მომენტი გადალახეთ, იმიტომ რომ ეს იმდენად რთულად არის თქვენში თუ რაღაცნაირად, ხო? როგორ არის, არაჯანსაღად უდგებით უკვე საკუთარ თავს. ნახეთ, მთელ წარმატებას ამ 1-2 არკანზე მაქვს მთლიანი აქცენტი. არაჯანსაღი არის ეს, არაჯანსაღი ხალხო. მიდგომა უკვე მე შეიძლება ვიღაცამ გითხრაც კიდეც არ არის გამორიცხული, ძალიან აკვიატებული ხარ ან რაღაც ესეთი თემაში. არა და აქ იმხელა წარმატება თქვენი ცხოვრების მართველი ზუსტად ესე მიფიქსირდები და იბლოკავთ ზუსტად ამ გზებს. ამ წუთში მე ასე გეტყოდი, თქვენი უნარჩვევები რაც არის ხო არ შევცვალო ვიდეოს თავი, სახელი თქვი ახლა ვფიქრო. უნარჩვევები, თქვენი წარმატება, თქვენი ნაყოფიერება დაბლოკილია. თქვენ ამას გრძნობთ. აი ამიტომ თქვენ აღდგენა გჭირდებათ, აქ წმენდა ბევრთან შეიძლება ვიღაცასთან წმენდაც არის, აკაცო ინდივიდუალურად უნდა გაიაროთ ეს, მაგრამ მაინც ძირითადად ეს არის აღდგენითი სამუშაოები. რა აღიდგენს ენერგიას, კითხეთ საკუთარ თავს, რა გსიამოვნებს, რა გინდა. მოდი ახლა ასე კითხეთ საკუთარ, აი რა გინდა, რა გესიამოვნება. როგორც დავუშვათ, ეს შეიძლება კითხოს საყვარელ ადამიანს, შვილს, რაღაცა, ხო არის რომ ვიღაცაზე ფიქრობ დავუშვათ, საჩუქარ-ჩუქნი და რა ესიამოვნება, რა გავხარდება, აი ფიქრობთ ამაზე, ხო ქონიათ ესეთი შემთხვევა, იმედია ქონიათ. თუ არ ქონიათ და თქვენ თავს, აი კითხეთ. დაჭერით, განმარტოვდით. ვინც არკეში ჩაიხედეთ, შეხედეთ თქვენ თავს, სიყვარულით შეხედეთ ოღონდ. ხო, ამას ვერ ახერხებთ. სანამ ამას ვერ მოახერხებთ, მანამდე მე ვერ გეტყვით, რომ წინ წახვალ. თქვენ უნდა მოახერხოთ თქვენი თავის დანახვა. ყველანაირი ასპექტით არის ადამიანები, სარკეში ჩაიხედავენ და რაღაც არსიამ არ უნდა, მით უმეტეს დაელაპარაკოს. არა, თქვენ უნდა დაელაპარაკოთ თქვენ თავს. ნუ გონიათ, რომ აქ ვიღაცა ამისთვის დროს დახარჯავს და დრომც რომ დახარჯოს, მაინც არ გამოვა. ზუსტად ის საჭირო სიტყვები და რაღაც ენერგია მოგაწოდოთ, რაც თქვენთვის საჭიროა. ჩემ თავს არ გულისხმობ. მე ეს იმაში მაქვს თვისებაში, ზუსტად ის მივაწოდო ადამიანს, რა სჭირდება. ასე რომ
ძალიან იშვიათი ესეთი ადამიანი თუ გყავთ გვერდით, მაშინ გეტყვით, რომ ძალიან მაგრად გაგემართლეთ და ძალიან მაგრად უნდა გავაფრთხილდეთ და დააფასოთ. დააფასოთ იმას კი არ რევერსანსები თუ რევენანსი გაუკეთოთ ყოველ შეხვედრაზე და არ ეკა შენ ჯერმეში სულ უძახოთ არა კაცო ელემენტარული გული არ ატკინოთ. მოდი ასე ვიტყვი. ხო? აი აქ ზუსტად ეს მომენტია საკუთარ თავს რა გესიამოვნება. განებივროთ თუნდაც საკუთარი თავი. ეხლა იტყვით რომ აი მე სადაა ნინო მაგის საშუალებად რაღაცა. იცით რა წვრილმანებიდან უნდა დაიწყოთ. ისი საშუალება მე უკვე როგორ არის იცით ამას რომ ისწავლით მე მოგეცემათ თქვენ. ხანდახან არის ადამიანები იმიტომაც იბლოკებიან რომ საკუთარ თავისთვის ვერ იმეტებენ. ჯერ სხვები და შენ თავისთვის კაბა არ გემეტება, ჭუსტი არ გემეტება, საჭმელი არ გემეტება, აფერი არ გემეტება აბსოლუტურად. ხო და რა ვიცი, შენ არ გემეტება შენ თავისთვის ახლა ვინ გაიმეტებს, ვინ გადაგყვება სამყარო კიდე რაღაც იმას გნი რა გიყო, რა გიქნა. ამდენი მოგეცი, იმდენი ვერ შეიგეუბნება პირდაპირ და. ამიტომ წვრილმანიდან დაიწყეთ, ჭიქაყავიდან დაიწყეთ. რა ვიცი, ლიმონის წვენი იყიდეთ სიტყვაზე, ვისაც გევასებათ, ეხლა ან რაღაცა ფორთოხალია თუ რაღაც წვენი გაიკეთეთ, ეს აი კითხე, რაღაცა ხო გინდა? საჭმელიდან დაიწყეთ ეხლა, ესეთი გიც არ არის ხო, მთლად. პლეტკა შოკოლადიდან დაიწყეთ თუნდაც, აი ეხლა მე ეს შოკოლადი მე სიამოვნება, რაღაც ბუნებაში დავჭდე და მივირთვა ხო, ან აივანზე დავჭდე, ან გარეთ გავისეირნო. თუ გინდათ ცოტა გიჟურად ჩანდეს, ესეც შეიძლება, თუ ეს თქვენ გესიამოვნებათ. და იმ რაღაცა საკუთარ თავს მიანიჭეთ, აი ეს. რა გესიამოვნებათ ეხლა? გამოპრანჭვა გესიამოვნებათ, ვიღაცას ხო სიამოვნებს და დაკომპლექსებულია, რატომღაც რატო სახში იყავით ისეთნაირად. აი აქედან უკვე ნახეთ, ეს არის უკვე საკუთარი თავზე ზრუნვაზე გადადიხართ, საკუთარი თავის მოვლაზე. მე თანდათან გაიხსნება. აი ეს არის უკვე განკურნება. სულიერად უნდა განიკურნოთ. აქ სულიერებაზე მაქვს დღეს ძირითადი აქცენტი. და მე უკვე გადადიხართ სხვა ეტაპებზე, იმიტომ რომ და გაიხსნება ეს თქვენი შესაძლებლობაც. აი როგორ არის, იცით, თქვენი თავი რაღაც ვერ დააფასეთ, ან ვერ შეიყვარეთ, ან რაღაც უკან ახასზე გადადებით, ამიტომ დაგებლოკათ სხვა რაღაცეებიც, ნახეთ. ჩაიკეტეთ. მარტო ის არა, რომ სხვამ ეს ყველაფერი სხვისი ბრალია და რაღაცის ბრალია. უნდა მოინდომოთ, ხო? უნდა მოინდომოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, სხვა რაღაცეებში იპოვეთ ეს ახლა ზოგმა შეიძლება არ შეუძლია ეს ვარჯიში და რა ვქნათ ახლა. არ შეუძლია. ზოგს ენერგია, იცი რა მოტივაცია არ ყოფნის ზოგს არ უშვებს ჯანმრთელობა. ამიტომ ცოტა-ცოტათი რაც შეგიძლიათ ის გააკეთეთ. რაც შეგიძლიათ, ხო? და აქ აუცილებლად აი ის თქვენი რა არის იცით პოზიცია თითქოს შინაგანი რომელიც თავიდან თქვი მე რომ გინდათ ნახეთ დავიწყე ესე რომ გინდათ ეს ყველაფერი გააკეთოთ მაგრამ ვერ აკეთებთ დაუმტკიცოთ ვიღაც მაინც მივახდეთ წარმატ კი იქნება სინამდვილეში მაგრამ ამ წუთში ამ ხელა ბარიერი გაქვთ შიგნით თუ ამას არ მოწესრიგებთ ეს სიტყვა დარჩება მინდა და როგორ არის აი ბრახუნის ვარიანტში გამოგივათ მარტო რომ ლაპარაკობს ადამიანი და მარტო რომ მეტი ვერაფერი ხო საქმეზე რო ვერ გადადის თავს რო ვერაბავს ამიტომ აქ ნახეთ გარდა ამისა საკუთარ თავზე ესეთი ზრუნვა აი სულ სხვანაირი გავაშხერი ადრე სხვანაირებს ვაშხერებდი ხო კი ბატონო ამის შემდეგ შეგიძლიათ უკვე აღდგენითი სამუშაოები კიდევ კი ბატონო წმენდები შეგიძლიათ მედიტაციები რა ვიცი ვის რა გწამთ იმ ეგრეგორთან ლოცვა ხო ეხლა ესე ქრისტიანული და ეკლესიურად რო თქვა ლოცვა არის და ეზოთერიკულად რო თქვა მედიტაცია ხო ამიტომ ეს შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ასევე თუ პრაქტიკები არის საჭირო წარმატების მოსაზრდი კი არის ესეთი პატარა უწყინარი ესეთი რაღაცეები სხვათა შორის ეხლა გამახსენდა
ერთმა გოგონამ მომწერა რაღაც ნივთი შეიძინა ჩემგან და რომ გაუგზავნე შეფუთვაზე სტიკერი გავუკეთე ისა ერთ-ერთი არკანი ტაროს რა თქმა უნდა და გვიან შევამჩნიეო რავი ერთი რამდენიმე თვის მერე მომწერა ეხლა შევამჩნიე ქალბატონო ნინო ამ შეფუთვაზეო და ყოველთვის რომ მითხრეს რომ ამისო ლამინირება მინდოდაო რომ მეტარებინაო და არ შეიძლება გულზე დაკიდება ნახეთ არ შეიძლება რაღაცა და ეს რო დავინახე ძალიან გამიხარდაო ესეთი რაღაცა არის ზღაპარი როგორ არ შეიძლება უბრალოდ რა არის იცით ჯვარი თუ გიკეთიათ ჯვართან კი ბატონო უკვე უხერხული თემა არის ხო არ შეიძლება ჯვარი თუ არ გაბნევიათ მაშინ შეგიძლიათ ჩვეულებრივად სტაროს არკანი არის თუ რაც არის თქვენ რაც გსიამოვნებთ დაიკიდოთ კაცვან გულზე ახლა მომისმინეთ პენტაგრამა დაიკიდოთ გულზე და თან ჯვარი დაიკიდოთ არა აქ ეგრეგორის მოდი ასე ვთქვათ ვერ შეთანხმდებიან ერთმანეთთან ხო შეთანხმებლად ხო ამიგლუკაინა მაგრამ აი ეს ამიყო მიხად მაქვს ერთი ხო აი დავუშვათ ახლა აი ესეთი რაღაცები ხო შეიძლება გინდოდეთ ამის გაბნევა კაც დავუშვათ აი თუნდაც აგერ იყოს უფრო ძალიან კარგად ხედავთ ხო და ახლა ამასთან ჯვარი არ უნდა დაიბნიოთ რა თქმა უნდა ამიტომ შეიძლება გითხრათ ვიღაცამ რომ არ გააკეთოთ და არ შეიძლება თუ როგორ არ შეიძლება რა თქმა უნდა მობილურის ეკრანზე შეგიძლიათ რამე არკანი დააყენოთ ოღონდ ახლა უნდა იცოდეთ რა არკანს დააყენებთ ხო ყველა არკანს თავისი მნიშვნელობა აქვს დავუშვათ შეგიძლიათ დააყენოთ ნუ ვის რა გინდათ მოკლედ ესე ვერ გეტყვით ნამდვილად ვის რა ჭირდება იმის მიხედვით განსაზღვროთ ეს თავისუფლად შეგიძლიათ მოკლედ ამას გეტყოდით ხო ამიტომ აი ესეთი მედიტაციები პრაქტიკები ეს აღდგენითი ენერგიებთან მუშაობა შეიძლება რამე ქონდათ გააქტიურებული ხომ არის აი ფურცელზე ჩამოწერის მანიფესტაციები არის დავუშვათ ზოგს თანხა უნდა ზოგს ვის რა გაქვთ ესენი უნდა გააახლოთ დაცვები რა ვიცი მე რაც არის განახლება ესეთი რამე მიფიქსირდება თუ თქვენი ენერგია აღდგეს მანახე ამ ყველაფრის მერე წარმატებები რა თქმა უნდა გამარჯვება პირდაპირ გამარჯვების არკანი ამოვიდა ნახეთ როგორ არის რა ქვია დახატულიც კი აი ესეთნაირად ამფიქსირდა ხო და ამ შემთხვევაში მე პირდაპირ ეს წარმატებად გეტყოდით მარტო ნახატით არა ამიტომ აი აქ პირდაპირ წინსვლა გამარჯვება დაწინაურება თქვენი საქმის თქვენი პიროვნების დაფასება ის დაუშვათ რასაც თქვენ ამდენი ხანი საზოგადოებას აწვდიდით ან თქვენს ახლობელს მეგობრებს და არ ესმოდათ ეს და ვერ გებულობდნენ აი ზუსტად ამის ხმის მიწვდენა საჭირო ადგილა საჭირო დროს და რა თქმა უნდა ეს არის სრული ნაყოფიერება მე ასე გეტყოდით ყველა სრული აგისრულდება აბსოლუტურად კეთილდღეობა აი თქვენი ნახეთ სულიერებაზე იყო საუბარი და პირდაპირ სულიერებით ვფიქრობ უკვე ვასრულებ ხო გაშლას ეს არის სულის ნახეთ კმაყოფილება სტაბილურობაში რო გადაგდით უკვე აი უნდა დამშვიდდეთ შინაგანად ხო და უკვე გადადიხართ ახალი ეტაპი კი ეს ახალი ეტაპი არის შეიძლება განახლებული საკუთარი თავი არ არის გამორიცხული სხვათა შორის ერთი ყველა მიცით ის გოგონა ხა სახელ დაგვარს არ დავასახელებ შარშან ერთი 100 რაღაცა კილო იყო 120 გონია და ეხლა ჩხირივით არის სრული ტრანსფორმაცია მოხდა ხო ადამიანში კი გაიკეთა ბარიატრიული მაგრამ ნუ
იფიქრებდით 1 წლის წინ ვერ იფიქრებდა ვერავინ რომ ამხელა ეს არის ტრანსფორმაცია, ეს არის უკვე ახალი საწყისი, ახალი მე, ახალი პიროვნება. რაც არ უნდა იძახოს ახლა ადამიანმა რომ იგივე ვარ და არა, იგივე აღარ არის. იგივე აღარ არის. ეს არის გარდასახვა, ხასიათი კი ბატონო, მაგრამ ხასიათის ცვლილებაც იქნება. შანსი არ არის. იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, იმ წონას თუნდაც ახლა წონას მე ამას მაგალითისთვის გამოვიყენებ, მაგრამ სულიერებაზე სხვანაირად მოქმედებს. დღეს რო ის რომ ესე ლერწამივით არის და სვეცკობს და ვაიმე და ჭკუაზე აღარ არის და ხო ხვდებით ახლა თავისთავად სხვანაირად გამოიყურება აშკარად, ხო? ეს შეგრძნება და სულიერი მდგომარეობა კიდევ სხვა არის. ახლა როგორ ერთი და იგივე, როგორ იგივე იქნება, შეიძლება ხო რაღაც ხასიათებში იგივე მუსიკა მოწონდეს, იგივე საკვები არა, საკვებიც არა. რაღაცა მაინც არ არის იგივე. მე მაგალითად ვერ ვაკეთებ აქცენტს, რომ იგივე. ტანსაცმელი იგივე არ არის, ფიზიკურად იგივე არ არის, გამომეტყველება, ხასიათიც იგივე არ არის. რავი, შეიძლება ცანცარა ხასიათი თუ ქონდა, ის იყოს იგივე რაღაცები შემორჩენილი ნაწილაკები, მაგრამ სრულიად სხვა არის, ხო? სულიერადაც სხვა არის ადამიანი უკვე, იმიტომ რომ მანამდე თუ რამეში დისკომფორტი ქონდა ადამიანს, ის აღარ აქვს ახლა. და უკვე საკუთარ თავს სხვანაირად ხედავს, სხვა მოდი ასე ვთქვათ, ბრანჭუკელა თემაზეც გადადის. ნუ ახლა რა თქმა უნდა დისკომფორტი ამ გოგოს არ ქონია არასდროს, მაგრამ ვიღაცას აქვს. მანდა მაინც მასზე ხო არ ვსაუბრობ მე? აი თქვენზე ვსაუბრობ, თქვენ ხო რაღაცა გიქმნით ამ პრობლემას, აი აქ არის სრულიად გარდასახვა, უკვე სხვა ხდება ადამიანი. სხვა ხდება მაგ დროს ადამიანი, მოდი ასე გეტყვით. აი აქ, როდესაც თქვენ ამ ყველაფერს კიდევ მოისმინეთ კაცო, ახლა დრო გამექცა უბრალოდ და არა, ვეღარ ავტვირთავ 2-3 დღე ჩაიჯებს და უნდა დავასრულო, გინდა არ გინდათ, ხო? ამიტომ მოისმინეთ კიდევ ეს გაშლა რამდენჯერმე, რომ კარგად ზუსტად გაიაზროთ ეს დასამუშავებელი თემა, ალბათ სახელსაც ასე დავარქვავ, რა გაქვთ დასამუშავებელი, საკუთარ თავთან მიაღწიოთ წარმატებას, ხო? და გადახვიდეთ ზუსტად ამ სხვა ეტაპზე, იმიტომ რომ თქვენს ირგვლივ ყველაფერი არის, ხალხო, ყველა შესაძლებლობა არის, როგორ შემიძლია ახლა მე აი ამ სამ არკანზე, რომელიც ერთად ამოვიდა თქვენთან. ერთად ამოვიდა, რამე შეუძლებელია, მეოთხე არკანი და შეუძლებელი არის, ხო? ამაკ აგერ კიდევ კაცო, დასდა ყველა ხო არა მომილაგებია და ნახეთ შეიძლებოდა რომ არ მოსულიყო, ხო? თქვენი შეუძლებელი არაფერი არ არის. უბრალოდ ეს რაღაც ბლოკი ზუსტად სულიერებაზე არის აქ აქცენტი, მოიშორეთ. სრული წარმატება, სრული ნაყოფიერება, გახარება, როგორი წინსვლა იქნება, იცით, თქვენ თვითონ რო ხელებს გაშლით და იტყვით, რომ აი ესეთი, რავი, ბედნიერი ვარ. აი ესეთი ენერგია მოდის, აი ხელებ გაშლილს ხედავთ, რატომ ყავს ბევრ თქვენთაგანს, რომ აი ბედნიერებიდან ოღონდ, რომელსაც აღნიშნავთ, არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად მართლა აღნიშნოთ. ეს შესამჩნევიც იქნება, იმიტომ რომ ამ შესაძლებლობების ადამიანის შეუმჩნეველი დარჩეს, უბრალოდ ეს არის წარმოუდგენელი. ესეთი რაღაცები არ ხდება, არც ზღაპრებში არ ხდება. ხო? პირიქით, ზღაპრებში ცოტა სხვანაირად ხდება. ამ შესაძლებლობების ადამიანის წარმოჩენა. აი აქ მე ზუსტად მაგას გეტყოდით, თქვენი ოჯახური მდგომარეობა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, აი ყველაფერი ლაგდება აქ, ნუ პირადზეც მონაქცენტი ხო, მე აქ მე მგონი. ყოველ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ბევრთან პირადზეც დალაგდეს. ამიტომ მოდი ეს პროცენტულობა ვნახოთ ახლა. პროცენტულობა რამდენი პროცენტი გამოიკვეთა მაინტერესებს. მაინტერესებს, აბა სად არის? რომელი გვაკლია? კარგი, აბა მითხარი კიდევ ერთი ორი არკანით.
ხო მაინც გეტყოდით, მოდი 90% არის აქ 90 მასე პროცენტულობით რო გითხო, მაგრამ აქ მე ისე ნაყოფიერად მიფიქსირდები თქვენ მაინც რატო დაფიქსირდე, მოდი აბა მითხარი, რაში არის აქ წარმომადგენლობა, რა საკითხი, რა არის გასათვალისწინებელი, რა არის გასათვალისწინებელი, თქვენი აი ეს ამ მდგომარე არა თქვენმა გამოხვიდეთ აქედან რაღაცას ტკივილს ვერ ივიწყებთ და ეს არის ზუსტად დავუშვათ თუ რაღაცა 100%-ით არ გამოგდით, აი ეს ტკივილი არის, ამას ვერ ივიწყებთ თქვენ ამ ენერგიიდან და გამოხვიდეთ აუცილებლად როგორღაც თუნდაც ხა იძულება ძალიან ცუდია, მაგრამ მაინც აიძულოთ საკუთარ თავს უნდა როგორ არის, იცით, ესე უნდა უთხრათ საკუთარ თავს. არავითარ შემთხვევაში არაფერს არ უნდა მისცეთ იმის უფლება, რომ იმიტომ რომ აქ თქვენ 100%-იანი წარმატება გაქვთ, სასწაული ენერგიის და სიძლიერის ადამიანი ხართ ხალხო. თების გადადგმა შეგიძლიათ, ეპოქის შეცვლა შეგიძლიათ ბევრ თქვენთაგანს აქ. ახალი ისტორია შეგიძლიათ აქ რომ დაწეროთ. იმხელა ძალა და ენერგია მიფიქსირდება. და ვიღაცა იდიოტის თუ რაღაცა ხო ხვდებით ახლა შეიძლება არცეც არ არის ეს ტკივილს უკაცრავად, მაგრამ არა, ნახე ადამიანს რომელსაც შეუძლია ეპოქის შეცვლა, ახალი ისტორიის დაწერა, სასწაულების მოხდენა, რავი, თების გადადგმა, თუნდაც ესე ვთქვათ, ხო? ამ ადამიანმა საკუთარ თავს ზუსტად ესე უნდა დაურტყას მუჭი და უნდა უთხრას, რომ არავითარი ტკივილი, არავითარი არ მივცემი ამ ყველაფერს უფლებას. აქ გამოდით მდგომარეობიდან. აქ ზუსტად ეს შთაგონება გჭირდებათ თქვენ. რომ განიკურნოთ, მოდი ასე ვიტყოდით, ეს ძალიან დიდი გულის ტკივილი უნდა მოიშოროთ. ეს არის ყველაზე დიდი, ასე რომ ვთქვათ, დამაბრკოლებელი იარაღი და უნდა დავასრულო, იმიტომ რომ აი მინდა ამარკენებს დავდგე და უყურო. იმდენად ეს არის, რა ქვია, აი გეუბნებით რა. თქვენ გაქვთ ეს შესაძლებლობა და გამოიყენებთ. და გამშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს ჩემო კარგებო. მე ძალიან მიხარია და გამიხარდება თქვენი წარმატება და ყველაზე მეტად კიდევ ის მიხარია ქალბატონო ნინო, თქვენი რჩევებს ვითვალისწინებ და კი ყველაფერი შეიცვალა, სხვანაირად არის, უკვე სხვა პიროვნება, სხვა რელსებზე ვარ და ასე შემდეგ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩემთვის. გისურვებთ წარმატებებს და გამშვიდობებით დროებით.